მოგესალმები დადგა სამშაბათ საღამოს 9:09 მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები მინდა მოვიკითხო ჯარისკაცები და ყველა ეს ადამიანი ვისაც უჭირს და ვისაც პრობლემა აქვს და ვინც აუცის ნეულებასა შინახართ და ჩვენი გადაცემა ვისაც გახარებთ ბედნიერმა მინდა გისურვოთ და ყველაფერი კარგი ხოლო დღევანდელი ჩვენი სტუმარი მონატრებული სტუმარი მამა გიორგი თეოდორაშვილი ნარიყალის ტაძრის წინამძღვარი მამაო დაგლოცე და დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და თქვენ მადლობა მოწვევისთვის გიორგი დიახ, გაიხარეთ, მამო. ადამიანებს ძალიან რაღაცნაირად ეხ თემას ვფიქრობდი, მეთქი ამ ზაფხულს, ამ იმაზე რა უნდა მომება, მაგრამ რაღაც ესე ერთიანად თუ შეიძლება რომ იმაზე იყოს, რომ ადამიანებს რაღაც ძალიან ხშირად ახასიათებს ხოლმე სიძუნწე, წეგამ საუბრობდით ამასთან დაკავშირებით და აი მართლა რა, აი ღმერთმა ხო იცის, რომ აი ესე უცბად დაიგეგმა ეს თემა და თუ შეიძლება მამო სიძუნწესთან დაკავშირებით რატო არის ადამიანი ძუნწი და საიდან შემოვიდა საერთოდ ეს ცოდვა ადამიანში, თუ შეიძლება ასე ითქვას. გიორგი, აქ რომ მოვდივარ, ყოველთვის მაინტერესებს რა თემას, ესე თქვა, შემომთავაზებ ხოლმე და მართლა სურპრიზია ეს თემა ჩემთვის და ახალი ბუნებრივი არაფერი არ არის და არც იძუნწე გაუკვირდება ვინმეს. შეიძლება ახლა ბევრი ადამიანი დაფიქრდეს და თქვას, რომ გაჭირვებული ცხოვრებაა და იმიტომ არის ამდენი ძუნწი. და შეიძლება ბევრმა ასევე იფიქროს, რომ დიდრები არიან ძუნწები. მე უფრო ღარიბები შემხედრია ძუნწები, ვიდრე დიდრები. ეს არ არის გარკვეული ფენისთვის დამახასიათებელი. სიძუნწე, როგორც ყველა სხვა უკეთურება, შეიძლება ითქვას, რომ ვერცხლის მოყარეობიდან მოდის. პავლე მოციქული ამბობს, რომ თითქმის ყველა ცოდვის ფესვი არის ვერცხლის მოყარეობა. ვერცხლის მოყარეობა არ უნდა გავიგოთ პირდაპირ, ასე რომ თქვა რაღაც ოქრო ვერცხლი მაქვს და ის მიყვარს და ან არა მაქვს და მინდა რომ მქონდეს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მე რაღაცა ქონების გამო შეიძლება უარი უთხრა ადამიანს მოყვას დახმარებაზე. ეს შეიძლება იყოს მეუღლე, ეს შეიძლება იყოს შვილი, ნათესავი. როცა შენ უფალი გასწავლის, ხო ჩვენ ქრისტიანები ვართ და საერთოდ ყველა ადამიანები ვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ თავარი მცნება ჟულში არის გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი, ყოვლითა, გულითა, გონებითა და ნებითა და მოყვასი როგორც საკუთარი თავი. და სიძუნწე ადამიანს ავიწყებს ამ ორ მცნებას, უფალს და მოყვას. ამ ძუნწმა ადამიანმა ან ადამიანებმა, ან ჩვენ თქვათ პირდაპირ მოდი სხვაზე ნუ ვილაპარაკებ, ჩვენ ვართ ძუნწები და დავიწყოთ საკუთარი თავიდან გამომდინარე. სიძუნწემ ადამიანს დაავიწყდა, რომ რაც გააჩნია, ღმერთმა უბოძა მას. თოგი ფიქრობს, რომ ჩემი ნაშრომი რატო უნდა მივცე სხვას? ეს ჩემია, დამიტოვა თქვათ მშობელმა, ან მე მოვიხვეჭე, მოვიპოვე ოფლით, შრომით და რატო უნდა დავეხმარო, რატო უნდა გავცე მოწყალება, რატო უნდა გაუყო პური სხვას და ასე შემდეგ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ძუნწ ადამიანს არც ღმერთი ახსოვს და არც მოყვასი. და ძალიან მალე აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, რომ შემდგომში ეს სიძუნწე მას ღუპავს და ავიწყებს ადამიანის ადამიანურ მოვალეობას. ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ასეცა გაასცემს შენია, რაც არა დაკარგულია. ახლა პირდაპირ გაგებით ზოგი ფიქრობს, რომ აქ მოწყალებაზეა საუბარი. არა, რუსთა როსტეველი ამას ამბობს სულ სხვანაირი გაგებით, რომ თუ ადამიანი მიხვდება, რომ ის არის ქმნილება და მან ღვთისგან მიიღო ყოველივე, რაც მას გააჩნია და არ გასცემს მას, ის უკვე, ასე ვთქვათ, დაკარგული იქნება ღვთის თვალში, თვითონ როგორც პიროვნება და მისი არსებული უძრავ-მოძრავი ქონება და ის რაღაცა მცირე საფასე, რაც მას ღუპავს და აშორებს ღმერთს. ანუ სიძუნწე არის მდგომარეობა, რომელიც ადამიანს აშორებს სასუფეველს, ადამიანებს და ასე ვთქვათ, მას აგზავნის ჯოჯოხეთში. იმიტომ რომ ძუნწი ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ ვერ ცხონდება. ადამიანი, რომელიც შესაწირავს არ გააკეთებს ეკლესიაში, რომელიც მოწყალებას არ გასცემს, რომელიც საკუთარ შვილებს არ დააპურებს ისე და მოყვას, როგორც მას უფალი ასწავლის, ხო? აი პირდაპირ ახლა მოდი გავიხსენოთ როდესაც ეკლესიაში იწყება დიდი მარხვა, ერთ-ერთი კვირა არის საშინელი სამსჯაურო, ხო? იესო ქრისტე ამბობს, როცა მოვა ძეკაცისა, თავის თავზე ამბობს, ხო? დააყენებს ცხვრებს მარჯვნივ და თხებს მარცხნივ. იქ არ ამბობს, რომ ყოჩაღ ეკლესიაში რომ დადიოდით, ყოჩაღ რომ ეზიარებოდი, ყოჩაღ რომ ასე და ისე. იქ არის თავარი მოთხოვნა, რომ შიერი ვიყავი და არ მაჭამეთ
წყუროდა და არ მასვით, საპყრობილეში ვიყავი, არ მომინახულეთ და სნეულებაში ვიყავი და არ მანუგეშეთ, ხო? ძუნწი ადამიანი, პირდაპირ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, არავის არ აცმევს, არავის არ აჭმევს, არც საპყრობილეში არავინ არ ახსოვს და არც ავადმყოფოში არ მიაკითხავს არავის. ნახეთ, ერთი თითქოს შეუმჩნეველი ცოდვა, როგორ უბნელებს ადამიანს ცხოვრებას და აი ამ დროს შეიძლება გიორგის მონათლული იყოს, ატარებდეს ჯვარს, დადიოდეს ეკლესიაში და მიღებული ადამიანი იყოს საზოგადოებაში, მაგრამ საშინელი ძუნწი იყოს. აი მახსოვს ახლა არ დავასახელებ, ერთი სტუდენტი იყო სასულიერო აკადემიაში, ძალიან კარგად სწავლობდა, კარგად ქადაგებდა და ერთმა ლექტორმა თქვა მასზე, რომ აიო ეს ადამიანიო შეიძლებაო ღვთისმშობლის, ასე ვთქვათ, უბიწოვებაზეო თელი დღე გესაუბროსო, მაგრამ ერთი ხაჭაპური შუაზე არ გაგიყოსო. შეიძლება განკაცებულ ღმერთზეო დილიდან საღამომდე გესაუბროსო, მაგრამ ერთი ფუნთუშა არ გაგიყოს შუაზეო. ეს ძალიან ცუდი რაღაცაა და სამწუხაროდ აი ბევრ ადამიანს უთქვია გიორგი ახსარებაში, რომ ბავშვობიდან აქვთ ეს სიძუნწე და სამწუხაროდ მშობლებისგან ან მათი მშობლებისგან. აი ერთი საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი იძახის, რომ მე სიძუნწეო ბებიამ მასწავლაო. ომიანობის პერიოდი იყო, ანუ მძიმე პერიოდი იყო. ღვეძელებსო მიცხოვდა ბებიაო და მატანდა სკოლაშიო და მეუბნეოდაო, რომ ეს შენია, არავის არ გაუყო. რაღაც გავიდოდიო დასვენებაზე, ჩუმად კუთხეში ვჭამდი ხოლმე. და ეხლაც მაქვს ეს სიძუნწე გამოყოლილი, რომ აი ბევრი რომ მქონდესო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ სხვას გაუნაწილო. და ძალიან ხშირად მშობლები სოდავენ ამაში და ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ, რომ ეს მარტო შენი არ არის შვილო. ხო დაინახავ, რომ შენ მეგობარს შია, ან შენ მეგობარს არ აქვს მანქანა, პატარა სათამაშოზე ლაპარაკი თქვა და ის რაღაც ნივთი ათხოვე, აჩუქე, გაუყავი შუაზე. თუ ეს მშობელმა შვილს არ ასწავლა, შვილი ასეთ სიძუნწეში გაიზრდება და შემდგომში ძალიან ძნელია გიორგი ადამიანის შეცვლა, მე რომ ძუნწი გახდეს მოწყალე, ხო? ეკლესია კი გეუბნება, რომ გულმოწყალე უნდა იყო, უნდა გასცემდე, თავად მაცხოვარი გვასწავლის ამ ყველაფერს, ხო? მაგრამ მე ადამიანს უკვე უჭირს, იმიტომ ის უკვე ჩამოყალიბდა როგორც ძუნწი, ჩამოყალიბდა სიძუნწეში და ძალიან ბევრ ოჯახში, ასე ვთქვათ, მშობლები ზდიან ძუნწებს შვილებს, იმიტომ რომ ხედავენ, რომ არც მამაა მოწყალე, არც დედა, აი ვთქვათ, ბევრ ოჯახში საჭმელი ულპებათ და სანაგვეში ისე გადაყრიან, რომ არ გაახსენდებათ, რომ მეზობელ შეიძლება საერთოდ არ კონდეს არაფერი. და მე პირადად ვეჭხუბები ხოლმე ჩემს შვილებს, რომ ვატყობთ, რომ თქვათ, ზედმეტი გაქვთ, ხო, სასწრაფოდ, სანამ გადასაყრელი გახდება, გაუტანე იმას, ვისაც არ აქვს, იმიტომ დადგება დრო, რომ შენ თვითონ გაგიჭირდება და შენ თვითონ აღარ გექნება ის ლუკმაპური და რომ გამოხვალ გარეთ და ითხოვ მოწყალებას, არავინ აღარ დაგეხმარება, იმიტომ რომ შენი საფასე, შენი საგანძური იქნება ცარიელი და შენ არაფერი არ მოგიგროვებია სასუფეველში, არაფერი არ დაგიგროვებია ზეციურ სალაროში და შემდგომში მე ვუკვირთ ხოლმე, რომ ეს კაცი კარგად ცხოვრობდა, ყველაფერი ჰქონდა და ეხლა არაფერი აღარ აქვს და ვერ ხვდებიან ეს ადამიანები, რომ მათი ბრალია, რომ დაკარგა ოჯახმა ბარაკა. დაკარგა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა, იმაზე მეტი ჰქონდა, რაც უნდა ქონოდა და არ გასცა მოწყალების სახით. აი, პირდაპირ წერია ხო, რომ როცა ორი პერანგი გაქვს, ერთი სხვას უნდა მისცე, ხო? ანუ ახლა წვალებლობაში კი ჩავარდა, მაგრამ იყო ესეთი დიდი მამა ორიგენე, რომელიც მე-2-3 საუკუნეში მოღვაწეობდა და ორი პირდაპირ ესმოდა სახარებისეული მცნებები და ორი საკუთარი არაფერი არ ქონია. დადიოდა ფეხშვილა და ყველაფერს მოწყალების სახით გასცემდა. ну ახლა არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი გავცე და მე არაფერი არ დავიტოვო, მაგრამ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ აი მე ეხლა არ ამჭირდება, მაგრამ ხვალ დამჭირდება და არ გასცემს, ის ურწმუნოა. მას ღმერთის არ სწამს და ის ფიქრობს, რომ თავისი რაღაცა გადამალული ძონძებით და რაღაცეებით ხვალინდელ დღეს, ასე ვთქვათ, განიმტკიცებს და პირიქით თუ შენ დღეს არ გაეცი, ხვალე შენ თვითონ მოგშივდება, იმიტომ რომ ღმერთი დაგანახებს, რომ აი როგორია შიმშილი, როგორია უმოწყალობა, რომ შენ არავის არ ეხმარებოდი და არჩინ არ დაგეხმარება არავინ. ამის მაგალითები ძალიან ბევრია გიორგი პატერიკებში, ძალიან ბევრია სახარებაში და მე ვფიქრობ, რომ ვისაც ეს სიტყვები დღეს ესმის, აღარ უნდა იყოს ძუნწი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამაო, თუ არის, რომ აი ძალიან ადამიანებს უჭირთ და ძალიან ბევრი აი ჩემი მეგობრარიც არის, ავიცი ძალიან ბევრი მთელ საქართველოს ვიცნობ თითქმის და ბევრი ადამიანი არის ესე, რომ ვერ გასცემს. აი რაღაცნაირად განა იმიტომ რაღაცა უჭირს რაღაცა, უბრალოდ ვერ გასცემს. არ იცის, აი თუ არის ეს ღვთისწყალობა ადამიანს და
სხვათა შორის მამაო ძალიან გადამული არ უნდა იყოს წესით, რომ სულიერება ცალკე უნდა იყოს, მატერიალიზმი ცალკე, მაგრამ სამწუხაროდ ეგრეა ეს, რომ შენი მატერიალური თუნდაც რაღაც სულიერი მოიპოვო, უნდა ცხონდე, უნდა რაღაცა უნდა გაიღო, უნდა შეწირო, ხო? ასე შემდეგ და ეს როგორ უნდა გავაკეთო მამაო ადამიანებმა ლამაზად, იმიტომ რომ უჭირთ ძირითადად ვისაც დასახარჯი აქვს, ისე ძნელად იშოვა მამაო, რომ ამის დახარჯვა უჭირს, იმიტომ რომ იმის ხელში ხდება ფაქტიურად სიმდიდრე, ვინც ვერ გასცემს რა. იმიტომ რომ სხვა ადამიანმა ალბათ განიკითხოს მე და ასე შემდეგ, რა ვიცი, ვიღაცამ შეერი დარჩეს და იწვალო სამცხოვრებაში. მამაო, აი რატო ხდება ხოლმე ეს და როგორ უნდა გახდეს ის ძუნწი ადამიანი კეთილი, იმიტომ რომ მაპატიეთ ერთ-ორს დავამატებ კიდე რომ ეს ადამიანები მე კვდებიან, არაფერი არ რჩება მათგან და ამ ფულებს თავისი რაღაცა ნაგროვებ, ქონებას მათი შთამომავლები კაზინოში და იმეებში აგებენ, მამაო. არაფერი არ რჩება, ტყილა აგროვებენ, იქ ხო ვერაფერს ვერ წაიღებენ. აი ეს მომენტი, მამაო, როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანი? კარგად ამ ყველაფერს კარგად ასახავს ქართული ანდაზა, ქარის მოტანილს ქარი წაიღებს. ქარის ასე თქვა საეკლესიო ენაზე არის ცოდვა. ანუ ცოდვით შემოტანილს ცოდვა განიერებს. ეს ქონება იმიტომ ხდება გიორგი იმ ადამიანების ხელში, რომ ესენი ძუნწები არიან და დაგროვდა, რო არ გასცემ, ხო, დაგუბდა და არ გასცემდა. ანუ რასაც გასცემ შენია, ანუ მოგეცა და უნდა გასცე და თუ არ გაეცი, უკვე შენ უკვე ხარ ამპარტავანი, უკვე ხარ ვერცხლის მოყარე. ეს ძალიან მარტივია, მთელი ხალხური სიბრძნე, მთელი კლასიკოსები, აი ძალიან კარგი მაგალითია ეს მახსენდება, ძალიან მიყვარს დოსტოევსკი, ხშირად ციტირებ ხოლმე დოსტოევსკი და ერთი ძუნწი ქალი ის არის, ბერიზოსიმა საუბრობს ძუნწ ქალზე. რაღაც სიზმარევით არის ხილვა ნახა, ეს ქალი ძუნწია, გარდაიცვლება და ჩავარდება ამ ჯოჯოხეთის წუნწუბაში, ანუ ტბაში. და ტირის მისი ანგელოზი, ფარველი ანგელოზი უნდა როგორღაც იქ ამოიყვანოს და გაახსენდება რომ ამ ქალმა ერთხელ მათხოვარს ხახვი ესროლა. აი ხახვს მარგლიდა და მათხოვარმა ჩამოიარა და ხახვი მოსთხოვა და აიღო და ესროლა ეს ხახვი. და ეს ნასროლი ხახვიც კი მოწყალებაში ჩაუთვალა და ჩაუშვა ხახვი რომ ეს ქალი ამოიყვანოს ამ ჯოჯოხეთიდან და ეს ქალი რო ჩაეჭიდა ამ ხახვს დაინახა რომ სხვა ადამიანებიც ეჭიდებიან მას და დაიწყო ყვირილი რომ ეს ჩემიაო მე უნდა გადავრჩეო და თქვენ არა და იმდენ დამზიმდა რომ ისევ ჩავარდ ანუ ყველა ძუნწმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ერთი იმდენად მოწყალია რომ იმ ერთ ხახვსაც არ დაგიკარგავს არის კიდევ ძუნწ პეტრეზე საუბარი ხო პური რომ ესროლა დაჭირებულს და იმ პურმა რომ გადაწონა მისი ცოდვები ძალიან ბევრი პატერიკების მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ აიცი რა არის გიორგი, ამას ადამიანი წირვაზე ისმეს, ანახა ჩვენი ეთერიდან ისმეს და ფიქრობს, გეთანხმები მამაო, გიორგი, მაგრამ აი ხვალ დრო შიმშილი ჩამოვარდეს, ხვალ დრო სამსახური დავკარგო, ხვალე ესე და ხვალე ესე. მინდა გავიხსენო, შეიძლება არ არის პატერიკე, მაგრამ ძალიან დიდი მხედართმთავარი იყო ალექსანდრე მაკედონელი, ხო? როგორც კი დაიპყრობდა ქალაქს, ესე იგი, რასაც კი ნადავლი ქონდა, უნაწილებდა თავის ჯარისკაცებს და რატო იყო მაგარი? და თავის ესე ვთქვათ ხედავთავრებს. ეკითხებოდნენ შენთვის რა დაიტოვეო ალექსანდრეო და იმედიო ახალ ქალაქს იპყრობდა და წარმოვიდგინე როცა ჯარმა და მხედრობამ იცის რომ იმ ქალაქს რო აიღებენ ეს ყველაფერი მათია. ბუნებრივია იბრძოლება ხა თუ დაინახეს რომ ყველაფერი მეფემ დაიტოვა, თავარსარდალმა დაიტოვა და მე იქიდან არაფერი არ შემხდება. ბუნებრივია ის არიომებს და იტყვის რომ რატო უნდა ვიომო შენი გულისთვის, ხო? აი რამხელა ფსიქოლოგიაა და ამაში ჩადებული და რამხელა სიბრძნე. და ქალაქზე იპყროდა მაკედონელი და იყო ძალიან ძლიერი პიროვნება. ანუ ეს გასცემდა უხვად. და რა თქმა უნდა ახლა ეს შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ის დამპყრობელი იყო და ასე ისე, მაგრამ აქაც არის გარკვეული სიბრძნე რა. საინტერესო ის არის რომ მე იმედი მრჩებაო რომ ხვალ სხვას დავიპყრო. თუ ადამიანს გიორგი ხვალინდელი დღის და უფლის იმედი არ აქვს, მთელი საგანძური რომ მოიხვეჭოს. რაც კი მსოფლიოში საგანძურია, რომ სახში დააგროვოს და შვეიცარიის ბანკში რომ მილიარდები კონდეს. ძუნწი დარჩება ძუნწად და რომ იხვალ, გეტყვის რომ აიცი რა არის, აი კარგად არის თუთაშხიაში, ხო, ის იპოლიტე ხვიჩია რომ ასრულებს და დაგიღუპიაო შენი ფულითო, შენი შვილებიო. მე 1 მილიონი რა არისო, აი ვიღაცასო 2 მილიონი აქვს და მე სანამ 2 მილიონს არ მოვაგროვებო, რა არის, აგრაფულია 2 მილიონსაც რა მოვაგროვებს და 3 მილიონსაც უფრო ძუნწდება ადამიანი და უფრო უბადრუკი რჩება, უფრო საშინელ მდგომარეობაში რჩება ადამიანი და ამიტომ აი კარგად ამბობს მაცხოვარი მათ ესახარებაში მინდა ხაზი გაუსვა რომ წყალობა და სამართალი დაკარგული გაქვთო, დავიწყებული გაქვთო ეუბნება ებრაელებს. ანუ ებრაელები როგორ მდგომარეობაში იყვნენ, წიგნობრები და ფარისევლები, ხო? კარგად მატყმელებდნენ ბიბლიიდან, თორიდან, კარგად გამოიყურებოდნენ, იცავდნენ იოტას და ყველა მძიმეს
ბიბლიაში ძველ აღთქმაში, მაგრამ რომ ისულიყავი მოწყალებაზე არ მოგცემდნენ. და ამ დროს ქრისტე მათ ამხელთ, რომ წყალობა და სამართალი დავიწყებული გაქვთ. ასე შეიძლება უთხრათ ძალიან ბევრ ჩვენთაგანს, რომ შეიძლება კარგად იქადაგო ერთმა ბერძენმა მოძღვარმა იქადაგა თავის ეკლესიაში, რომ კარგია დონორობა, რომ სისხლი უნდა ჩავაბაროთ სულ. მის იქადაგების მერე მთელი მრევლი წავიდა, რომ სისხლი ჩაებოდა. თვითონ არ წავიდა. ერთმა ჩაილაპარაკა, რომ იქადაგებას ჯობდა შენ ჩაგებარებინაო სისხლი, ხო? ასე ვარ ჩვენც ხანდახან, რომ აი შეიძლება კარგად ვიმეთყველოთ, კარგად ვიქადაგოთ, ღვთისმეტყველების მწვერვალებში, ასე ვთქვათ, ავიდეთ, ჩავიდეთ სიღრმეში და ამ დროს ადამიანი რომ მოვა, ადამიანში ქრისტე ვერ დავინახოთ, არანაირი მოწყალება არ გავცეთ და ჩვენ გონია რატომღაც რომ ქრისტე ძველი აღთქმის ფარისევლებს ამხელდა მარტო და ეს ჩვენ არ გვეხება. ამ დროს ჩვენს გვეუბნება ქრისტე რომ წყალობა და სამართალი დავიწყებული გაქვთ. ეს პირდაპირ შეიძლება ჩვენ თავზე მივიღოთ და თუ ადამიანმა წყალობა და სამართალი არ იცის რა არის და დაკარგული აქვს მას მოწყალების განსა და მან არ იცის რომ წყალობით მოვიდა ქრისტე, რომ ჩვენ არაფრის ღირსები არ ვიყავით, მაგრამ ღმერთი მოწყალია, შეგვიწყალა და თუ შენ შეწყალებას ითხოვ, აი წახო ამის ძალიან ბევრი მაგალითი მახსენდება, როცა ბატონმა მონა შეიწყალა, წარმოვიდგინე რომ გიორგი შენ გაპატიონ $1,000,000 და შენ 10 ლარი არ აპატიო, ხო? დიახდა იმონა მე. აი ელემენტარული რაღაცა, აი ადამიანის ბუნება კარგად არის სახარებაში გადმოცემული, მაგრამ ჩვენ რო სახარებას ვკითხულობთ, გონია რომ ეს ჩვენზე არ არის დაწერილი. ეს არის აი სხვა ადამიანებზე, ეს პერსონაჟები ადრე იყვნენ სახარებაში, ეხლა აღარ არიან და ჩვენ ყველა კარგი ქრისტიანი ქართველები ვართ და ჩვენ ეს არ გვეხება. ელემენტარულად ამდენი გაჭირვებული ხო არ იქნებოდა ჩვენ რო ძუნწები არ ვიყოთ, ხო? და ზოგი ფიქრობს, პოლიტიკოსი დაეხმაროს, ბიზნესმენი დაეხმაროს, მთავრობა დაეხმაროს, შენი წილი დაეხმარე, ყველამ ჩვენი წილი დავეხმაროთ ადამიანებს და მე ვფიქრობ, რომ ამდენი გაჭირვებული, ამდენი საწყალი, ამდენი უბედური არ იქნება. აი მოდი სანაგვე ურნები შევამოწმოთ. რამდენი გადაყრილი საჭმელია იქ. ადამიანს უობდება პური, უობდება ხილი და ყრის, სანამ დაობდება და სანამ გაფუჭდება. არ ჯობია რომ რაღაც ხო იცი რომ პირველ სართულზე ან მეცხრე სართულზე გაჭირვებული ცხოვრობს და მაგრამ ზოგი ისე ფიქრობს თვითონ რომ ამაყიდა აპარტამანი, ახლა რომ მივიცეს, მივაწოდო, არ ეწყინოს და ასეთ რაღაც. შეგიძლია ჩუმად გახვიდე და კარებთან ჩამოუკიდო, ხო? ისე რომ ვერ მიხვდეს ვინ გამოუგზავნა და როგორც წმინდა მამები აკეთებდნენ ხო. ვერავინ ვერ დაინახავს და ვერავინ ვერ გაიგებს რომ შენ რა გააკეთე. შეიძლება იმ ადამიანს სიმპათიურად გამოიყურება, კანდიდატო ღია თვითონ აიღებს, ხო? იცი რა გიორგი, ხანდახან ადამიანებს არ ეტყობათ რომ გაჭირვებულებია. ისე კარგად გამოიყურება, კარგად აცვია ყველაფერი, მაგრამ ვერ მიხვდები რომ მას შეიძლება ჯიბეში 1 ლარი არ უდევს. ჩვენი ინტელიგენცია ავიღოთ, ხო? ჩვენი ინტელიგენცია ავიღოთ, როგორი გაჭირვებულებია პროფესორები, აკადემიკოსები, მასწავლებლები და ამ დროს მათი უარგისი და უმეცარი სტუდენტი ძალიან მაგარი პოლიტიკოსი, ძალიან მაგარი ბიზნესმენი გახდა და ავიწყდება რომ ვინ გაზარდა ის, ვინ ასწავლა საბავშვო ბაღის მასწავლებელია, სკოლის მასწავლებელი ავიწყდება, მეზობელი, ინტელიგენტი ავიწყდება, ვინც 1-2 სიბძნე მაინც ასწავლა და გონია რომ მე კაცი ვარ, ქუდი მხურავს, ფული მაქვს და ყველაფერი ავიწყდება და მე საპრობილეში რო აღმოჩნდებიან ხოლმე გიორგი რა მე ახსენდება და მე ეძახიან უფალო შემიწყალე თურმე ღმერთი არსებობს თურმე მოძღვარი ყოფილა სადღაცას და რო შევდივარ და ვეკითხებით რა გინდა და უდავნაშალოდ თავარ დაჭერილი მე არაფერი დამიშავებია რა ვიცი ტაძარი ავაშენე სამრეკლო ავაშენე ეს გავაკეთე ის გავაკეთე და ელემენტარული არ გავუკეთებიათ ამ დროს და თავი მოაქვთ ვიღაცებად და მე ვფიქრობ რომ დროული თემა არის ეს დღევანდელი ჩვენი აცქვენ დიდი მადლობა მამაო რატო ხდება ხოლმე რომ რაღაც აი ძალიან უცოდინარი და ისეთი ადამიანების ხელში არის ხოლმე ეს ფული, რომ რაღაცნაირად აი მართლა ეს ამ ინტელიგენციას და იმას რაღაცა მაინც რაღაცეთ ამ ქვეყნად ისეთი ადამიანების ხელში ეს ძალაუფლება, ეს სიმდიდრე რაღაცა, რომ აი ძუნწებიან ისინი და ვერ აი ნორმალური ადამიანი ვერ სუნთქავს კარგად, იმიტომ რაღაცნაირად არ ვიცი რატო ხდება მათ ხელში ეს ფული მაინც და მაინც. ხო შეიძლება რაღაცა კაი ადამიანის ხელში რომ სიტყვაზე თორე მე კი ვიცი რატომაც ხდება მაგრამ ისე პატერიქს მოგიყვები გიორგი, ერთი წმინდა მამა ხედავს რომ გარდაიცვლება ამ სოფლის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი და ძალიან პომპეზურ დაკრძალვას უწყობენ. ეპისკოპოსი მიდის კმევით, მთავრები, მღვდლები ამ სოფლის თუ კი ვინმეა ყველა მიაცილებს ამას და ძალიან პომპეზური დაკრძალვა აქვს და ხედავს რომ ერთი უბრალო მწირი ბერი ესე თქვათ მას ლომი დაგლიჯავს და გარდაიცვლება და გაოცდება და ღმერთს შეეკითხება რომ რატო მოხდა რომ ეს ბერი მწირობაში რომელიც ცხოვრობდა ლომა დაგლიჯა და ასე აღესრულა და ეს ადამიანი რომელიც 24 საათი ქონებას აგროვებდა ასე პომპეზურად დაიკრძალა. შესანიშნავი პასუხი მიიღო რომ
ამ დიდარ ადამიანსო ერთი სიკეთე ქონდა ცხოვრებაში გაკეთებულიო და ის ერთი სიკეთე აქავე მიიღო ასე თქვათ პომპეზური დაკრძალვა. მას მეტი არაფერი გაუკეთებიაო და როგორც ცხოვრობდა, ისე დაიკრძალაო. და იმ ბერსო ხო ერთი ცოდვა ქონდაო და ის ცოდვა საკავე მოინანია იმ ლომარო დაგლიჯაო და ის განწმენდილი წავიდა. ანუ გიორგი, ადამიანს რომელსაც იმ ქვეყნის სიხარული, იმ ქვეყნიური სასუფეველი არ ასწამს, უნდა რომ სანამ ცოცხალია, აქვე დააგროვოს გარკვეული დოვლათი ბარაკა და აქვე მიიღოს ამ სოფლიური სიხარული. მას არ წამს ის სამყარო, მას სულიერი სამყარო მკვდარი აქვს ფაქტიურად და ის ფიქრობს რომ სანამ ცოცხალი ვარ, უნდა ჭამო, დავლიო, დიდერი სიგავე, ხო იცით, აი რომ ქონება რომ ბევრი ქონება რომ მოუვიდა, მოსავალი რომ მიიღო, ფიქრობდა ახლა რომ დავანგრევ ბეღლებს და ახლებს ავაშენებ და იქ შევინახავ. განაიფიქრა რომ ამდენი მოსავალი რომ მომივიდა, მოდი მოწყალებას გავაცემ და იმავე ღამეს განუტევა სული, ხო? ლაზარე ნამტიცებით უკებებოდა და სასუფეველში აახილა თვალები. ანუ ადამიანს რომელსაც არ ასწამს ღმერთის არსებობის და არ ასწამს რომ სული მარადიულია, უკვდავია, ის აქ ფიქრობს გიორგი, რომ მოიხვეჭოს ყოველგვარი ქონება. ელემენტარულად არავის არ გეწყინოთ ჩემო ძვირფასებო და საფლავებზე გავიდეთ და საფლავდეს მიხვდებით, ხო? რომელ მიცვალებულს როგორი ჭირის უფალი ხავ, მიხვდებით საფლავის როგორ უკეთებენ, თქვა, ხო? ფიქრობ რომ ის მიცვალებული იქ უნდა დარჩეს მთელი ცხოვრება და არ იცი რომ აღდგომა იქნება და ის ხეული იქ მუდმივად არ დარჩება და იქ არ ჭირდება ასე თქვათ რაღაც მაუზოლეუმები და რაღაცეები რომ ჯობია შეკვეთილი წირვა შეკვეთილი სახურება პანაშვიდი გადაუხადოთ ჩვენი მიცვალებულების სულებს და არა იქ რაღაც პომპეზურად რაღაცეების შენობები ავაშენოთ და აღარ მინდა ვინმე დავამძივო მაგრამ ჩემი მოვალეობაა რომ სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ და თუ ამას გავითვალისწინებთ, ხომ? ძალიან კარგი იქნება რა. ამასთანავე ერთი ადამიანი მოვიდა ჩვენთან და ასე ვთქვათ, ამაყობდა იმით, რომ საკუთარ მამას ძალიან ძვირფასი საფლავი გაუკეთა, რომელიც ძალიან დიდი თანხა დაჯდა. და შემდგომში მღვდელს ასე ვთქვათ, ევაჭრებოდა შეკვეთილ წირვაში რამდენი უნდა გადაეხადა და აი ამდენი თანხა ეყოფოდა თუ არა და ესეთი სამარცხვინო დიალოგები იმართება ხოლმე ხშირად. მღვდელი არავინ არაფერს არ ითხოვს და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს რომ ნათლობაში რაღაც შეწიროს ეკლესიას, ჯვრის წერაზე შეწიროს რაღაც და მე აცხადებდა რომ აი როგორი ვერცხლის მოყარე მღვდლები ყავ, მღვდელმა ხომ არაფერი არ უნდა მოითხოვოს და ასე შემდეგ. დახარჯავენ რესტორანში, ასე ვთქვათ, მუსიკოსებთან, დახარჯავენ რაღაც ვთქვათ, ოქრომჭედლებთან და მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ეზარებათ რომ შეწირონ ეკლესიას და ამ დროს ეკლესიაში მოდიან როცა ყველაზე ძალიან გაუჭირდებათ თავისი უგუნური ცხოვრებით რომ განკოტრდნენ და არაფერი აღარ დაიტოვეს აი მე მოდიან და ითხოვენ რომ სად არის სამართალი სად ატო მომივიდა ასე ატო ჩავარდი ასე მდგომარეობაში და უკვირთ მე რომ ამ მდგომარეობაში არიან და ფიქრობ რომ ყველა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა დაინახოს ის პრობლემა რომ მას ძალიან ხშირად ეშურება თანხა აი არ უნდა რომ საკუთარ შვილს მისცეს თანხა ეზარება რომ საკუთარ მეუღლეს რამე ნივთი უყიდოს თქვა და გაახაროს ან ყვავილები უყიდოს რაღაც ახალი კაბა უყიდოს ხო მთელი კვირა უნდა ეხვეწოს ან მთელი თვე ხანდახან მეუღლეს რომ რაღაც თქვა გაახაროს და პატარა სიხარული მოგვაროს მას მაგრამ მე საიდანღაციდან გამოჩნდება ხოლმე განსაცდელი სნეულება ფული წამლებში მიდის საპატიმრო მერე ფული სხვაგან იხარჯება და ვერ ხვდება ადამიანი რომ ის თანხა რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგცა მოწყალებისთვის, სიკეთისთვის, კაცობისთვის ადამიანად იგზნო თავი ხო? სხვა ადამიანისათვის ელემენტარული. ერთი ქართული ფილმიც არის, სადაც საყვარელი იპოლიტე ხვიჩია გამოდის და სიედრეთან რომ უნდა რომ დაპატეჟოს მეგობრები და ეროსი მანჯგალაძეს ეპატეჟება სახში და მეო შენ სახში დაპატეჟებას ვეღირსოო და რას არ მოვალო წარმოედგინე არიან ხალხი რომ ისე გადის წლები რომ სახში სტუმარს არ ეპატეჟებიან გიორგი და რატო იცი რომ ახლა არ არის საშუალება კი არა თელ ქალაქს გაუმასპინძლებიან მაგრამ ძუნწები ვართ გიორგი ძუნწები ვართ მაინც და მაინც სუფრას გავაწყობთ თუ რაღაცა გვჭირდება და ისეთ ადამიანს დავპატეჟებთ რომ მე რაღაცა ვთხოვოთ ანუ ბაკულას ღორები ხო არ არის მარტო არა რაღაც ის გამო დაპატეჟო ხალხი რომ ვიღაცა დაანახო რაღაც და რაღაც ეგეთები და ამ დროს ისეთ ელემენტარული რაღაცები გითხარი ახლა მე გიორგი რომ მე მგონი ამაზე კამათიც კი არ შეიძლება ეს უბრალოდ შევა უნდა იყოს
და არა უკვე სიკეთე და რელიგიურობა. უბრალოდ ჩვევა უნდა იყოს, ადამიანში უნდა იდოს, ხო? ეს უბრალო ადამიანი გიორგი, რომელსაც ძალიან უბრალო სახლი აქვს, შეიძლება გარემონტებულიც არ ქონდეს და უფრო ეპატეჟება ადამიანს, ყველი აქვს, პური აქვს და წვანილი აქვს სახლში და ადამიანი, რომელსაც სამსართულიანი სახლი აქვს და ევრო რემონტი აქვს, აუ ხა ჩემ რემონტს გავასრევინებ სხვას და ეხლა რატო უნდა დავპატეჟო ის და ასე ამის მაგალითები თან სახარებაში ძალიან ბევრია რომ ქრისტე, ანუ ბატონმა დაპატეჟა, ვინა მათხოვრებდი, ხო, გავიდა, გაჯარებდინზე და ის საწყალი უბრალო ხალხი დაპატეჟა, ვინც არავის არ აინტერესებდა. და ამ დროს მაცხოვარი ამბობს რომ შეერი ვიყავიო და არ მაჭამეთო და შიშველი ვიყავი და არ შემოსეთო. ძალიან აი რა არის ის დარწმუნებული ვარ ხა ის ადამიანები ვინც გვიყურებს ხო არ უნდათ ნამდვილად უნდათ რომ იყვნენ კეთილები რა მეც მინდა თქვენს გინ ყველას უნდა რომ კეთილი ვის უნდა ხა ბოროტი იყოს და ბოროტი რა ძუნწი იყოს და რაღაც თითიიშვილი რომ აი ეს ძუნწი კაცია და ეს ძუნწი კაცის შვილია და ძუნწი კაცის მეუღლეა ხო არავის არ უნდა რა თქმა უნდა და აი როგორ უნდა გააკეთოს ისე მამო ძალიან თვითონ ხო იციან ხა ჩაიხედონ თავის გულში რას მალავენ და რაზე უთქვიათ ხალხისთვის უარი ხო ძალიან ბევრი ადამიანი შეუძლია რაღაც გაკეთება და რაღაცა უარს ეუნებიან ან ასე შემდეგ არ მაქვს თან ისე დაგიფიცებენ იქვე არა მაქვს რას ამბობდა რაღაც ხელსაც ხას ვეღარ მოიღებ რა და მამო ისა რა ქვია თუ შეიძლება აი ამ ადამიანს ვისაც უჭირს გაღება რაღაცის როგორ უნდა გაიღონ მამო და რატო უნდა გაიღონ და აი როგორ უნდა მიხვდნენ რომ თუ გაიღებენ ეს უფრო დიდი სიმდიდრეა ვიდრე რასაც გაიღებენ ის იმიტომ რომ ეხა იმაზე მაგარი სიმდიდრე არაფერია როცა სადღაც ახსენებ ადამიანს და იტყვია რომ აუ რა კეთილი კაცია მე მიჭირდა და დამეხმარა და დღეს ეგეთი ადამიანები რა ვიცი აი ძალიან იშვიათი წეღა რო ახსენებდი კიდე ადამიანი ძალიან იშვიათი მოსაძებნი არის მამო გიორგი დოსტოევსკის მაგალითი მოიყვანე კლასიკური ასე თქვა ფსიქოლოგია ადამიანის და მაცხოვრის მეორედ მოსვლა მაგრამ კიდე მოიყვან ძალიან საინტერესო მუხლი გამახსენდა ესე იგი უწყალო ვიტყვი თანამედროვე ქართულ უწყალო სამსჯავრო წყალობის არ ამქნელს ხოლო წყალობა აღმატებულია სამსჯავროზე ანუ იმ ადამიანებისთვის სასამართლო სამსჯავრო იქნება უწყალო ვინც არის უწყალო ვინც არ გასცემს არაფერს მათთვის სამსჯავრო იქნება ძალიან მძიმე ხოლო მოწყალებაო აღმატებულია სასამართლოზე ანუ იქ შეგიძლია ოღონდ ახლა მე კათოლიციზმს კი არ ვქადაგებ ეს კათოლიკებში არის და რაღაც რომ მარტო მოწყალებით რო ცხონდეთ და ესეთი რამე არ არის ეს იუდაიზმი და კათოლიციზმია რომ გონია რომ ახლა 10 თეთრს გავცემ და 100 მივიღებ ხო ეს ბევრი ფიქრობს ამას ლარიანს ჩავაგდებ და 100 ლარიანს მომცემს ღმერთი ეს არასწორი ბიზნესია მაგრამ პატარა სწავლებას ჩამოვაყალიბებ სამი მდგომარეობა არსებობს გიორგი პირველი ამას ქვია მონური დამოკიდებულება ადამიანი რომელიც მოწყალებას გასცემს იმიტომ რომ ჯოჯოხეთის ეშინია ის არის მონა ოღონდ ჯოჯოხეთში არ მოხდეს და გასცემს ეს რაღაც გარკვეული რწმენაა ოღონდ ძალიან ესეთი დაბალი რწმენა მეორე მდგომარეობა მსახურებითი მდგომარეობა როცა აი ჯოჯოხეთის კი არ მეშინია 64-ში მინდა მოუხდე და რაღაცებს ძუნწად გავცემ რომ იქნება 64-ში დავიმკვიდრო. ესეც რწმენაა, მაგრამ თვათ კარგი არ არის. რომ აი რაღაცის გამო რო ვაკეთებ, ხო? დაქირავებული ხარ, იშრომე, გადაგიხადეს და კმაყოფილი ხარ. მესამე ეს არის უკვე შვილური მდგომარეობა, რომ მე ჯოჯოხეთის კი არ მეშინია და 64 კი არ მინდა, ღმერთის შვილი ვარ, ღვთის ძე ვარ. და ყველა ვისაც უჭირს მოწყალების გაცემა, დაფიქრდეთ თქვით რომ მე ხო ღვთის შვილი ვარ. მე ღვთის შვილი ვარ, ღმერთმა მიშვილა მადლით და მოწყალება უნდა გავცე, იმიტომ რომ როგორც ქრისტიანობს რომ мама ჩემი იქმსო და მეც ვიქმო თუ კი мама ანუ мама ღმერთი და ძე ღმერთი იქმს და შენ ხარ მათი შვილი შენს უნდა გააკეთო სიკეთე წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი ქრისტე ამბობს ანუ ღმერთი მოწყალია უფალს შეწყალებას ავთხოვთ და შენ თუ არა ხარ მოწყალე გიორგი და ქართულში ძალიან კარგად არის ხო ეს შეწყალება მიწყალე მე ღმერთო მოწყალება საწყალი და რა ვიცი ეს ყველაფერი აქედან მოდის და ამ დროს წარმოვიდგინე ხო მოკლედ წარმოვიდგინოთ ჩემ უძვირფასებო ჩვენ ხო არ ვიცით ამაღამდელი ღამე გაგვითენდება თუ არა ჩვენ არ ვიცით გიორგი დღეს სახში ბალიშზე დავდებთ თუ არა თავს ხო დღეს ხვალ ან ზეგ აი ხო ნახეთ ამდენი კატასტროფა და ამდენი უბედურება ხდება ის ხალხი ვისაც ეგონა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა პირიქით ხდება ამიტომ აი წარმოვიდგინეთ რომ გარდავიცვალეთ და უფლის წინაშე წავდექი და უფალი გეუბნება რომ შიოდა და არ მაჭამე და ეტყვი ოდის არ გაჭამე უფალ ოდისა განახეთ და გეტყვის აი შენი მეზობელი ყოველდღე რომ საბრალო თვალებით გიყურებდა და ვეღარც კი გიბედავდა რომ დაეძახა რომ დამეხმარ იმდენად ძუნწი ხარ რომ აი ვეღარ მოდის ადამიანის ათხოვნელად იმიტომ რომ იცის რომ არაფერს არ მისცემ
და შენი მეზობლის თვალებში რომ ვერ დამინახე და აი იმ გლახაკის თვალებში რომ ვერ დამინახე რას გთხოვდი 20 თეთრიასა გთხოვდი და ეხლა იმდენად ბევრი მათხოვარია შენ აღარ გელოდებია რომ მიხვიდე შუქრიშანთა რომ გააჩერო გიორგი მანქანას აქეთიკიდან ღამურებივით მოგცვიდებიან ბავშვები და ფანჯრის ჩაწევა არ გინდა და ერთი სულიაკ ოდეს დაიძურება მანქანა ოდეს აინთება მწვანე რომ წახვიდე რომ რაღაცა 20 თეთრი არავის არ მისცე ხო და მე იტყვი რომ უფალო როდის გნახე და არ დაგეხმარე და იტყვის აი შუქრიშანთა რომ მოვიდა ის ბავშვი მე ვიყავი გეტყვის ხო აი ეს პიჯაკი რომ დაგიძველდა და უკვე რომ აღარ გვარგოდა რომ გადააგდე ხომ შეიძლებოდა რომ მეზობლისთვის შემოდგომაზე ან ზამთარში ის შუბა პალტო მიგეცა რომ შენ გონია რომ იმას არ ცივა იმიტომ რომ შენ არ გცივა ვისაც არშია გიორგი და არას არ მოშივებია მას ვერ წარმოუდგენია ვიღაცას შია ვიღაცას სყურია ვიღაცას რაღაცა უჭირს და ამიტომ აი ეს ყველაფერი ქრისტემ მათ ესახარებაში კარგად დაგვილაგა წინ რომ მე მშიოდაო და არ მაჭამეთო მე მწყუროდა და აი წარმოვიდგინე რა კარგად ამბობს მე რომ ვინც გასცემდა მოწყალებას როდის ვიყო, როდის გაჭამეთო უფალო და როდის შეგმოსეთო. ის ადამიანები, ვინც მოწყალებას გასცემენ, გიორგი, არ ფიქრობენ ამას, არ იმახსოვრებენ და არც ახსოვთ. წარმოვიდგინე, ესე იგი, ქრისტე ეუბნება, რომ მაჭამეთო და არ გვიჭმევიაო, არ გვახსოვს რა. კი არ იმახსოვს, რეულში კი არ იწერენ ზოგიერთებივით, გიორგი, და აი ზოგმა იცის ხოლმე სუფრაზე, ხო? მე ეს გამეკეთებია, მე შენ დადიხარ ეკლესიაში, მაგრამ აი მე ეს გავაკეთე, მე ის გავაკეთე და ამ დროს რას იწერ შედალოცილო პირდაპირ გეუბნება ქრისტე რომ მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რასაც აქვს მარცხენა და ასე შემდეგ. აი პირდაპირ დასავლური სამყარო და კათოლიკები და ისინი პირდაპირ 5-6 კამერა იღებს, როცა პაპი ფეხებს ბანს, თქვა, ტოლვილებს, ხო? აი მაშინვე პომპეზურებოდა. როცა ჩვენი პატრიარქი რამე მოწყალებას აკეთებს, ეს არავინ არ იცის და არავინ არ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს არ არის საჭირო ამაზე აფიშირება და ყველა ჩვენთაგან. მაგრამ სამწუხარო და ფაქტია, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ძუნწები ვართ, გიორგი და ძალიან ბევრი ხელმომჭირნები ვართ. მე ჩემ თავზე ლაპარაკობ და სხვაზე არ ლაპარაკობ. მამაო, თუ შეიძლება, აი, როგორ უნდა დაინახო ადამიანში, როცა აკეთებ, ხა ის ვიცი, რომ ძალიან მაღალი სულიერი ადამიანის ის არის, რომ როცა ყველას ხედავს, აი ღმერთის თვალით და ყველას ვიც უკვე, ეხა ადამიანი ხელს რომ გაიწვდის, უკვე მეტი რაღა უნდა უჭირდეს, ხო, ხელი კი რომ გაიწოდა, ეხლა აქედან იმას რო უწყებენ, რა ქვია, მორალის კითხვას. ხო, არა, იმას რო იწყებენ რა. აი ყურებას რო, აუ არა, ამას ჩემზე კარგად აცვია და აუ მოიცარა რა მათხოვარი რა, ეს იცი რა მაგ. აი ეს მომენტი, მამო, ადამიანი ხა ესე დამცირდება რომ ხელს გაიშვეს. მე რაღაცე უნდა იმკითხო. არა, ეს ციგანია და მართლმადიდებელი არ იქნება, ის იქნება. ანუ ღმერთი ხო ეგრე არ უყურებს, მაგრამ შენ თან ღმერთის მეგობარი გინდა იყო და თან აქ ჟმოტი გინდა იყო. ესე არ გამოდის, ხო? ეს როგორი ხა ეგეთი მეგობრები ღმერთს არ ყავს, ხო? აი ამ შემთხვევაში, მამაო, რა უნდა ქნა, რომ არ დაიწყო განჭრედა, იმიტომ რომ მამო ბევრჯერ აი ცხეთაშიც მათხოვრები მეუნებოდი რომ შემოვლენო აი ძალიან დიდ კელაპტრებს იყიდიან 50 ლარიანს რაღაცაო დიდი ოქროსეპები რაღაცაო და ამხელა დღესასწაულზე ერთი 20 თეცა არ მოგცემენო რა და თქვიო სხვათა შორის ტელევიზორშიო და ამბობ ეხლა და აი როგორ უნდა იმას ქნა მამო ეხლა ის ადამიანი როგორ იყურება იცით მამო მოიცარა იმას რა ის ციგანია თან თავს იმართლებს რა იმის მაგერად თუ კაი შეგწხვეს რომ შმოტი ხარ ხო ეგ კი არა თავს იმართლებს რომ მოდი ციგანია და მოიცა ჩემზე კაი მობილური აქვს ეს რაღაცები დაბალი დონის ისინი რომ სიკეთე არ გააკეთონ და აი ეს მამო როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ აი ესეთი დამახინჯებული ხედვა არ ქონდეს იმიტომ რომ ძალიან სირცხვილი არის ქართველები ისე აცოტანი არიან და ერთმანეთს ვერ უვლიან მამაო წარმოგიდგენთ ამდენი მშიერია ხო გიორგი ხშირად გვეკითხებიან რომ ძალიან მართლა ძალიან ბევრი მათხოვარია და როგორ გავარჩიოთ მათყუარა ვინ არის ვინცაც მართლა დახმარება ჭირდებაო დაბნეულია მაგრამ ბევრი გურწფრად არის შეშფოთებული დაეხმაროს თუ არა იმას ვისაც ხედავს რომ აშკარად შარლატანია და იტყუება ხო ამაზეც აქვს ეკლესიას პასუხი შესანიშნავი პასუხი აქვს ივანე ოქროპირის როცა ხედავ რომ ადამიანი აშკარად აფლიდია და გატყუებს ხო სპილენძი მიეციო ანუ მცირედ მიეციო 10 თეთრი მიეციო ვატყობ რომ საშუალოდ გატყუებს და თათ ისეთი ვერ ხვდები ვერცხლი მიეციო და თუ ვატყობ რომ მართლა გაჭირებულია ოქრო მიეციო ანუ იმის მიხედვით კონდეს ეს ხურდა რა და თუ ვატყობ ადამიანი მართლა გაჭირებულია მიეცი 5 ლარი თუ ვატყობ რომ აი აშკარად გატყუებს 20 თეთრი მიეცი და შენ ხო ტყუანი არ იქნები რა შენ ხო მოწყალება მაინც გაეცი რა სინდისი ხო დაიმშვიდე და ხო აღარ იმას იზავა რა და ის გატყუებს არ გატყუებს მაგას უკვე მნიშვნელოვანია ხო აი ერთი არ დავასახელებ ერთი სასულიერო პირი მივიდა მშენებლობაზე ტაძარი შენდება და იქ ვინც აწარმოებს სამუშაოებს ატყუებს აშკარად რა და ამ სასულიერო პირს გვერდზე ყავს მორჩილი რომელიც ჩუმად ეუბნება რომ მამაო გატყუებსო და მიბრუნდა და მე ხო არ ვატყუებს შილო ეს მატყუებს დამაცადეო რა ვესაუბრებიო რა
ჩვენ ხშირად ვიცით რომ გვატყუებენ და თავს ვიტყუებთ ხანდახან, თავს გულუბრყვილო სახეს ვიღებთ, მაგრამ ეხლა იმას მორალი უკითხო, უკვე შენ თვითონ ვარდები უხერხო მდგომარეობაში, რომ იმას აღარ ცინდისი აქვს, იმას უკვე აღარც ნამუსი აქვს, ადამიანის არაფერი აღარ აქვს შემორჩენილი, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით გიორგი, რომ სასופეურში ავაზაკი შევიდა პირველი და არა აბრაამი და არა მოსე, ხო? ამიტომ დავიტევოთ რაღაც პატარა მაინც იმედი, რომ ის ადამიანი შეიძლება, ვისაც ჩვენ დავცინით და მორალს უკითხავთ, შეიძლება ხოლმე ჩვენზე უკეთესი გახდეს და ის 10 თეთრიანი მიეცი, 20 თეთრიანი, შენ ხო არ გაგაღარიბებს ის 20 თეთრი და დამშვიდები წამოხვალ და იტყვი მომატყუა, მაგრამ მეც ხო რაღაც გავეცი მოწყალების სახით არა, მაგრამ თათ ისე რომ დაიკარგი აქედან მოშორდი და რა იცი ის ადამიანი ვინ არის, ვისაც შენ მაგას ეუბნები, ხო? დახვდება აქ სიტყვები მე სამჟავროზე და მე გეტყვის ის შეიძლება ის რამდენი სალოსი ყოფილა, ხო? რამდენი აი მაგალითად ძალიან საინტერესო არის მე-9 საუკუნე ანდრია სალოსი შედის იერუსალიმში ზამთარში, არავინ არ გაუღებს გიორგი კარებს და ხიდის ქვეშ მატანწალა ძაღლებთან შევა, რომ გათბეს და მატანწალა ძაღლებიც კი განეშორებიან. და ცოტა რაღაცნაირად გული ეთკინება რომ ადამიანებმა არ გაუღეს კარები, მაწანწალა ძაღლემაც კი ასე თქვა წკავით მიატოვეს და ამიტომ სატაცებული იქნება პავლე მოციქულივით სასופეურში და უფალი აჩვენებს რა ელოდება მას მომავალში და დამშვიდდება და დაწყნარდება. თუ კი ესეთი დიდი მამები არავინ არ მიიღო და მოწყალებას არ გასცემდნენ. ჩვენც რაღაც დავიტოვოთ პატარა იმედის და სიყვარულის ნაპერწკალი, რომ ის ნაძირალა არ უნდა იყოს ის ციგანია, სხვა ეროვნება, იგივე ქართველი, აშუაშია ციგანი, ქართველი და სხვა ეროვნება, ხო? მაინც დავეხმაროთ, მაინც მოვეფეროთ, ჩავთვალოთ, რომ ის ჩვენი ნათესავია, ჩვენი დედმამიშვილია, ჩვენი ახლობელია და რა ვიცი, ასე შემდეგ რა. თუ ქალბატონია თქვი, რომ ბებია შენია, ხო შეიძლება თქვა, რომ აი ბებია ჩემია და პენსია დიდი ხანი არ აუღია და მოდი დავეხმარები. დედის ასაკშია თქვი, დედა არიან, მამა არიან, პაპა არიან, ბებია და დაკარგული ბიძაშვილია ბოლო-ბოლო. ჩვენი ახლობელი წარმოვიდგინოთ, თუ იმხელა რწმენა არ აქვს, რომ მაცხოვარი წარმოვიდგინოთ იმაში, ხო? ჩვენი ნათესავი წარმოვიდგინოთ, ხო და არ არსებობს ახლა ადამიანი ისეთი გადაგვარებული იყოს, რომ ნათესავს მაინც არ დაეხმაროს, თუმცა ესეც არის უკვე, ხო, ნათესავი კი არა, შეიძლება ძმა-ძმას არ დაეხმაროს, დადას არ დაეხმაროს. და შვილი მშობელს არ დაეხმაროს, ხო? ესეც არის უკვე სამწუხაროდ, როცა მიდიან უცხო ქვეყნებში, იქიდან მე რაღაც იდეოლოგია შექცევიან და მე რა რომ გამზარდა, ახლა მე ჩემი უფლებები მაქვს და მე წვალობ და უკვე მოექცა ესეთი ადამიანების ფსიქოლოგიის ქვეშ, რომ შენ უკვე დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, დედას თავრობა შეინახავ, შენ უკვე რა უნდა დაეხმარო და ისეთი გაუცხოვება ხდება, რომ შვილი გაზარდა დედამ, გაგზავნა და ჩამოდის და უკვე შეელაპარაკება, ხო? ბანკის თანამშრომელივით ელაპარაკება, მე უკვე დაყენებული სახით და დედა გაუცებული ტირის მე რომ მაგრამ ის ხო დედის ბრალიც არის, გიორგი, ის ხო მშობლის ბრალიც არის. ისე როგორ უნდა გაზარდო შვილი, რომ თქო ვიღაცამ თავის შუაზე გადაიყვანოს, ხო? ანუ დავაკელით ის სიტყვა, დავაკელით ის მოწყალება, დავაკელით ის სიყვარული და ჩვენი შვილი რო გაიზარდა, ის ყველაფერი მე აღმოცენდა მაშინ და მე გაიდგა ფესვები და მე გამოაჩინა ნაყოფი. ეს ყველაფერი ოჯახიდან იწყება, ეს ყველაფერი, როცა შვილი ხედავს, რომ დედა და მამა მარტო მუთაქებში ინახავენ შემოსავალს და გახარებულები არიანო ბანკში რამხელა ანაბარი აქვთ და ერთხელ არ გაგზავნიან შვილს, რომ აი შვილო ეს ამცხარი ჩვენ აღარ გვინდა და გაუტანე რა მეზობელს, რო იცი რომ არა აქვთ. როცა ამას შვილი ვერ ხედავს, ეს ყველაფერი მე მშობლებს შვილებიდან უკან დაუბრუნდებათ და უბრუნდებათ კიდეც და მე უკვირს და თავი უსკდება მამას და ფიქრობს რომ რა მოვაკელე ეს რა გველი გამიზრდია უბეში და ხო მე ხომ არაფერი ვაკლებდით სიყვარულს, ვაკლებდით ზნეობას, ვაკლებდით მოწყალებას, რომ არ ვასწავლიდით. ხო მე მაგალითად ხშირად არის რომ ბავშვი რომ მიყავს სკოლაში ან საბავშვო ბაღში და ხედავს მათხოვარს, ვაძლევ ხურდას და მას ვაჩვევ, რომ სიკეთე გააკეთოს. და უკვე მთხოვენ ხოლმე, მამა მომეცი ხურდა, რომ ვიცი ხა მე კი არ ვიქებ თავს და ჩემ შვილებს კი არ ვაქებ, მაგრამ თუ არ ასწავლე შვილს, აბა საიდან უნდა ისწავლოს, ხო თუ დავანახო და არა შვილო ეს აფერისტია, არ დავე ისეთი გაიზრდება და იტყვის რომ მამა შენ აფერისტი ხარ, რა დახმარება გინდა, მოიცა რა, შენ ხო ესე გაზარდე შენი შვილი და რაღაც ითხოვ მე შენი შვილისგან, ხო? რასაც ჩააზახებ, იმას ამოგძახებს, ხო? კოკასაშიგან რაც არის, იგივე წარმოდინდების. ისე მამაო ძალიან ბევრმა აი ესეთი რაღაცაი ცრუ ადამიანმა ხო რაღაც ბევრი გააჟმოტა რა ანუ რაღაცა თვისება შენში დევს და ვიღაცა წევს ამ თვისებას და შენში მერე იღვიძებს ეს თვისება იმიტომ რომ ვიღაცა მოგატყვა ვიღაცამ წაიღო არ მოიტან რაღაც ესეც ხდება ხოლმე მაგრამ ანუ
როგორ უნდა მოიქცე შენ რომ ეს სანანებელი, იმიტომ დღეს ყველა ნანობს იმას რომ არის კეთილი. იმიტომ კეთილი არ უნდა იყო რა, ვინ არის დამნახავი. ესე იმიტომ რომ ადამიანი მაინც სუსტია და ფიქრობს რომ თავის დასრო გაზდის იმე უნდა დაუნახოს. ეხლა ეგრეც უნდა იყოს, ხო, მაგრამ რაღაცა მომენტი არის ის რომ რაღაცა აი ზეციდან ყველა არ ელოდება. ყველა ელოდება აქ რეალურად რა, აქვე რაღაცა გაგიკეთა, ხვალე შენ უნდა გავუკეთ. ასე შემდეგ სამწუხაროდ ესეთი ადამიანი ესე არის და ესე იყურება და მამო რაღაც სანანებელი გაუხადეს თითქოს და რა უნდა ქნა რომ არ ინანო მამო ის სიკეთე რასაკეთ იმიტომ ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი გულნატკენია მამო ძალიან სერიოზულად და ძალიან ბევრი ვიცი რომ აქვს ახში აი ნებისმიერი სიკეთე შეუძლია გაიკეთოს მაგრამ არ გიკეთებს იმიტომ შენამდე 9 კაცი ვინც მივიდა აი ყველა ძალიან ცუდად მოიქცა მის სიკეთეს ანუ ამას ბოროტი უშვებს მაგრამ მე შერო წყვეტ რატო როგორ არ უნდა შეწყვიტო იმიტომ რომ ყველა სანანებელი უხდება დედა რო დედა შეიძლება შვილი გაუხდეს სანანებელი რო გაზარდა ხო ამაზე ეკლესია მიზრუნა და რადგანაც მას ხوارმა ყველაზე კარგად იცის ჩვენი ფსიქიკა თქვა რომ სიკეთეს ხალხის დასანახავად ნუ გააკეთებთო არ გესნობა სიტყვები რომ ვერ დავანახე სიკეთე იმიტომ აკეთებ სიკეთეს რომ დაანახო ღმერთი ხედავს და ამიტომ გეუბნება ქრისტე რომ დაფარულში გააკეთეთ იმიტომ ადამიანის ბუნება ისეთი საზღარია რომ ხილულად რო უკეთებ და ხვალ ვეღარ გაუკეთე მე მოდის და გთხოვს რომ რატო აღარ მაძლე რატო აღარ მეხმარები და წყალში გიყრის ამიტომ სიკეთე უნდა გააკეთო ფარულად რომ მარტო ზეციერმა მამამ დაინახოს ეს. რატო არ უნდა გააკეთო ხილულად? იმიტომ რომ ის ადამიანი ბოროტია და სიკეთეს რო უკეთებ, უფრო ბოროტდება რომ აი შენ შეგიძლია სიკეთის გაკეთება და მას რო ეხმარ, რატო არის რომ დაუნახავობა ძალიან გავრცელებული ცოდოა. იმიტომ რომ ადამიანი ღიზიანდება, კი ეხმარები, მაგრამ თან გაღიზიანებულია შენზე რომ არ უნდა რომ შენი მადლიერი იყოს და შენ მადლობა რო გითხრას და ასე ხო, ამდენს უთქვია გულნატკენს რომ აუ ჩემი გაზრდილია ეს გაუკეთე უმაღლეში მე მოვაწყე სამსახური მეუშოვე და ესე რატო ხდება იცი გიორგი ადამიანის უმადური ბუნება ადამიანი ღმერთის მადლიერი არა და შენი მადლიერი როგორ იქნება ამიტომ გითხრა ქრისტემ რომ ჩუმად გააკეთე რომ არ დაინახოს და არ შეგიზიზღოს მე იმ ადამიანმა რომ სიკეთე ბოროტებად მეკცევ თუთაშხია ნახეთ ან წაიკითხეთ ხალხო რომ ვისაც ჩავაცვიო იმან გამხადაო რატო ეს სიბძნეს ახარებაში წერია, იმიტომ ადამიანი ბოროტია დაცემული. აი ნახეთ პირდაპირ წერია რომ ბოროტი ადამიანი დაბადებიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფვის. და ღმერთმა წარღვნის მერე თქვა რომ აღარ მოსპოფო კაცობრიობას სამყაროს ადამიანის გულისთვისო. ადამიანს სიკეთეს უკეთებ და იბოღნება. უბრალოდ გიცინის ტყუილად, მაგრამ გულში ეზიზღები რომ მას შენი ვალი აქვს უკვე ხო? და უნდა შენ ასე თქვათ მადლიერი უნდა იყოს და მადლიერება ადამიანს დაკარგულია გიორგი არ უნდა რომ მადლიერი იყოს და თან ხედავს რომ შენ გარეშე არაფერი არ შეუძლია ამიტომ რაც მეტ სიკეთეს გავაკეთებთ ხილულად დასანახად მეტ მტრებს გავიჩენთ ამიტომ ფარულად უნდა გავაკეთოთ ის რომ მან არ გაიგოს რომ მე დავეხმარე და ამით უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებთ ამაზე კატეგორიული მოთხოვნა აქვს ეკლესიას გიორგი რომ მარჯვენამ არ იცოდეს რას აკეთებს მარცხენა, ანუ ცოლმაც კი არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს ქმარი, იმიტომ რომ ეს ცოლი ქვეყანა შეყრის მე, რა კეთილი ქმარი მყავს, როგორ ესეა, როგორ ისეა და ხვალე ვეღარ დაეხმარება ის ქმარი. მე დაუწყებენ ლანძღვა გინებას და იტყვის რომ არა ეს ჩემი ქმარი არ არისო, მე. ხო, არა, რას ლაპარაკობ და ამიტომ მე ვინ მიგია. კატეგორიული მოთხოვნა აქვს ეკლესიას, რომ დაფარულში გავაკეთოთ სიკეთე. მე რაღაცუმადურები გვეყოლება გიორგი და ვეღარც ვიტყვით იმას, რომ ვერ დავანახე სიკეთე. ხო, გეცნობა აქ სიტყვები არა? იმიტომ ვერ დაანახე, რომ გინდოდა რომ დაენახა და ვერ დაინახავს, იმიტომ დაბნელებული იესო ქრისტე ვერ დაინახეს გიორგი და ხა შენ დაგინახავე და როდემდე გექნება ეს თანხა მერე ხო? ხო და აქედან გამომდინარე თუ რამე გვაქვს ისე გავაკეთოთ და შეიძლება ეკლესიის სახელით გავაკეთოთ რომ აი მივიტანოთ ეკლესიაში და თქვენ მამაო იმ ადამიანს დაეხმარე, ოღონდ არ უთხრა რომ მე ვეხმარები ხო? დამთავრდა ძალიან კარგად მოაგვარა ეკლესიამ ეს რომ მიიტან ეკლესიაში უთხარი მამაოს რომ იმ ადამიანს დაეხმარა ეკლესიის სახელით და მე ნუ გამომაჩენ ნუ დააწერო აი ამან და ამან აშენა ამან და ამან გააკეთა ამან და ამან გუმბათი დაადგა და ასაშინელებაა ხო მიდიხარ ტაძართან და დიდიასობით არის გამოკრული ამ ადამიანმა ეს ქნა ამ ადამიანმა ის ქნა და ხო ხედავთ ხალხო რომ ყველა მეცენატი მე პოლიტიკაში მოდის არა ეს უკვე სამარცხვინოა რა ფაქტობრივად ადამიანებს აკეთებდა სიკეთეს უკვე მოდის პოლიტიკაში არის ცუდია უკვე ამას რძენია ეს ყველაფერი ესე იგი მე სიკეთეს იმიტომ ვაკეთებდი რომ პოლიტიკაში მოვიდე არ შეიძლება რომ ისევ დარჩევ ქველმოქმედად მაგრამ ესე არ არის ქველმოქმედება რომ მე ქვეყანას უყრი მე რომ ამას დავეხმარე იმას დავეხმარე ვის დაეხმარე კაცო უფალმა მოგცა შენ ხარ იარაღი უფლის თვალში და შენ გაეცი ამიტომ კარგად ამბობს რუსთაველი რომ გაეცი და ის შენი იქნება რაც არ გასცემ
ის დაკარგული იქნება, ანუ დაკარგავ იმ პატივს, დიდებას, იმ შემოსავალს და მე მიხვდები, რომ შენ არც არაფერი არ მოგიტანია ამ ქვეყანდა, ვერც ვერაფერს ვერ წაიღებ, მაკედონელს დაუბრუნეთ, მაკედონელმა თქვა, რომ ხელები გაშლილი, დამკრძალეთ, რომ ნახევარი სამყარო დაიპყრო და არაფერი არ წაუღია მას ამ ქვეყნიდან. ისე მამაო, როცა ადამიანს უჭირს სიტყვას და არ ეხმარებენ რაღაც, ჯერ მეორე ადამიანს ძალიან მაგრა იცნობ, ცხოვრებაზეც ფიქრები და ისი არ ხდება, როცა არ დაგეხმარება ადამიანი, ხო? აი მე ძალიან ბევრჯერ გამჭირვებია და მიჭირდა ხოლმე ძალიან ბევრჯერ და როცა არ მეხმარებოდნენ იმდენად გავზრდილ ვარ ხოლმე რომ იმ დახმარებაზე მეტი მოუციათ ჩემთვის ყოველთვის. აი რითი უნდა დამხმარებოდნენ ისე იმდენად ტვინი გამზდია და იმდენად აი საქციელში რომ აი როგორი არ უნდა ყოფილიყავ ის მისწავლე ერთხელ მახსოვს რომ ძალიან რაღაცა უნდა მოეცათ არ მომცეს მაგრამ მე შემდეგში მე რო იგივე მდგომარეობაში ვიყავი ის გამახსენდა რომ მე უნდა მიმეცა და ამით მისწავლია ბევრი რამ შემიძენი ამი და ამა უნდა გაგზარდოს რა ავით ჩემთვის ყოველთვის პლუსი მოუწია ამას. კარგი რეზიუმე გააკეთე ნამდვილად. მე ძალიან ბევრისგან მომისმენია მამებისგან, პაპებისგან, ყველაზე დიდი მასწავლებელი არის გაჭირვება. თუ გინდა რომ კარგი მაშინ სწავლობ კარგად, მაშინ იცის რომ ის ფასი, როცა გიჭირს, როცა შობელმა აგიწყო, ლუკმაპური ჩაგეყარა ჯამში და იმის ჭამაც გეზარება, ხო? ეს უკვე ძალიან ცუდია. რატო არის რომ აი ჩვენი მამაპაპანი უფრო ჩვენზე მაგრები იყვნენ, ვიდრე ჩვენ, ხო? ჩვენ უფრო რაღაც უფრო ზარმაცი თაობა ვარ და კომპიუტერის თაობა ვარ და ვხედავთ უკვე და მეტი არაფერი და ისინი წელზე ფეხს იდგავდნენ, ნიორზე და პურზე არსებობდნენ და დაამთავრეს უმაღლესები და კაცები გახდნენ და ჩვენთან დიდიკო გენაცვალოს, მამიკო გენაცვალოს, ცივნიავს არ ვაკარებ ჩილებს და მე ლოქოები და ლუარსაბები იზრდებიან სამწუხაროდ. ასე რომ კარგი რეზიუმე გააკეთე გიორგი, რომ გაჭირვება არის ყველაზე დიდი მასწავლებელი. ოღონდ შეგნებული გაჭირვება კი არა, რომელიც ღმერთმა დაუშვა და ახლა მე არ მაქვს ლაპარაკი ზარმაც ადამიანზე, არაფერს ვერ აკეთებს და თქვას რომ ეს კარგია. ეს უბრალოდ უნდა მივხვდეთ, რომ ხშირად ღმერთი უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, მაგრამ სიძუნწეს ღმერთი ჩვენზე არ უშვებს. ძუნწი ადამიანი არავის არ უყვარს და უნდა გავცეთ რომ მივიღო და თუ არ გავცემთ, მე მაინც მოგვიწევს გაცემა სავანტყოფოში, საპრობილეში და სხვა ადგილებში. ეს სხვათა შორის უმეტესო მამაო, აი ეგეთი აი შემონახული ფულები სულ ყოველთვის ხომ აი შავი დღისთვის შემონახული ფული და სიტყვაზე რაღაც არის. ბალა შავ დღეში ხარჯავენ მე აი რატო უნდათ ხოლმე ესე რომ შავი დღისთვის ინახავს რაღაცა. და მართლა იხარჯავენ მე შავი დღისთვის. ანუ გაეცით რაღაცაც გასცემთ აუცილებლად თქვენი იქნება, იმიტომ რომ სურვილი თუ შეიწიროების მამაო, ხო? წინათ მამა დავითმას თქვა რომ ღმერთი სურვილსაც კი შეიწირავსო და იმას რომ ადამიანს გაახარებ. ამაზე დიდი სიმდიდრე და ამაზე დიდი სიხარული. აი რა ვიცი, ამ ქვეყნად რა უნდა იყოს, ეს უნდა შევიგნოთ ყველა, იმიტომ რომ საქართველოში რაღაცა ძალიან ცუდი არის, რომ კაი ხალხი, აი სამწუხაროდ თან ბედნიერება ის არის, რომ არ ჩანან მამაო, როგორ უჭირთ ადამიანებს, კიდე მაინც ღირსეული ხალხი ცხოვრობს. არ აწუხებენ არავის. ხო, და არ ჩანან და რამდენი ვიციო სახში, აი ცხარეცრემლით უტირიათ ხოლმე, რომ აი ესე მიჭირს და ესე დღეში ვარ და რაღაცა და ფეხსაცმელზე ელემენტარულ მეტროში და იმაში ჩავალ ხოლმე, ფეხსაცმელზე რომ დავხედავ ხოლმე, აი 1000 ჯერ გაკეთებული ფეხსაცმელი აწვიათ ხოლმე და რა ვიცი, მე აი როგორ უნდა, არ ვიცი, იმ ადამიანმა ისე როგორ უნდა ჩაიეროს, რომ არც იფიქრო იმაზე რომ აუ ადამიანს როგორ გაჭირვებია. ფიქრით მაინც იფიქრე ადამიანზე, მე სურვილი თუ იმასაც მე ხო შეიძლება საშუალება რო გიქნება დაეხმარო, ხო? რა ვიცი, მამაო, ერთი წუთი დარჩა და მეტი აი რა შეიძლება ითქვას რა. ის რომ ჩვენ ნუ ველოდებით რომელიმე ზე სახელმწიფოებისგან რამე დახმარებას, ჩვენ დავეხმაროთ მოყვას ვითხოვთ უფლისგან მოგვეცემა და გავცეთ და რასაც გავცემთ არ დაგვეკარგება არასოდეს და მე ვფიქრობ რომ ამდენი გაჭირვებული აღარ იქნება და ეს ყველაფერი ჩვენი გულიდან და ჩვენი სარწმუნოებიდან გამოდის გიორგი. ჩვენ ვართ ძუნწები სამწუხაროდ, როგორც ჩვენ თქვენ ჟმოტი ანუ მომჭირნეები ვართ და ვფიქრობთ რომ აი ამით ჩვენ რაღაცას ასე ვთქვათ ვაგროვებთ, მაგრამ კი არ ვაგროვებთ, ფანტავთ პირი. ფანტავთ, როცა ვჟმოტოთ. ამიტომ გავცეთ და მოგვეცემა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო, ესეთი ლამაზი საუბრისათვის და რა ვიცი, თუ კიდე რაღაცას დაამატებთ, აი დრო არის და ის რა მინდოდა კიდე იცით მე თქვა მამაო, რომ ის მომენტი რომ გასცემ, ხო, ანუ ვიღაცა რაღაცას გთხოვს და შენ რომ გასცემ, გონია რომ ის გთხოვს, არა და შენი თხოვ, ამით ძალიან დიდ რაღაცას და ეს არის სასუფეველი, ხო, როცა შენ დავძენ გიორგი, რომ მე სიხარულით გამცემი უყვარს, არა ციტუნწით გამცემი და ბუზღუნით და ბოროტი გამოხედვით და კანკალით, ხო? ღმერთს უყვარს, რაც ადამიანს სიხარულით გასცემს. თუ სიხარულით არ გასცემ,
ის გაცემა უკვე აღარ არის და ეს უკვე არის რაღაც მოვალეობის როგორც გითხარით არის დაქირავებული და არის მონა ჩვენ უნდა გავცეთ როგორც ღვთის შვილებმა და არა იმიტომ რომ მე რაღაცა მივიღო ამით აქედან გამომდინარე რომ ეს ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება უნდა იყოს არაფერი არ მაქვს კარგ სიტყვას გავცე მეტყვი გენაცვალე შემოგევლე დალოცვილი იყავი უფალსებარებოდე მეტი არაფერი არ მაქვს მაგრამ დაგლოცავთ ასე წერია ხო სახარებაში როცა იოანე ასე თქვა იოანე და პეტრი არიან ტაძართან ხო გაჭირვებული ეს თხოვთ რომ დამეხმარდო ჩვენ ოქრო და ვერცხლი არ აქვს მაგრამ უფლის სახელითო გაკურთხებთ რომ იარო უფლის სახელი დალოცე ადამიანი თუ არაფერი არ გაგაჩნია მეტი და ის ადამიანი ფიქრობ რომ მართლა გამართული წავა მერე შენგან შეიძლება ფული მისცემ და მიაგდო და თან ჭკვაზე არიგო და ადამიანს მერე მოუშალო შეიძლება თან ხარ მისცემ მაგრამ კბილი სიტყვით იმდენად გაამდიდრო ადამიანი რომ ის უფრო დამშვიდებით და გახარებული წავიდეს მერე იქიდან დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამო, სამწუხაროდ დრომა მოიწურა და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანში ის არის, როცა არჩევს ხოლმე, როცა დაიხმარება ადამიანს და არჩევს, რომ აუ ამას არ უჭის მომატყვა და ასე შემდეგ, ეს არის ყველაზე ანუ ბრინჯაუმისეს, ვერცხლი და ასე თქვა ოქრო, გავანაწილოთ ის რა. ძუნწი რო არის, ხო, ამით მიხვდება ადამიანი, როგორ უნდა მიხვდე, რომ ძუნწი ხარ, როცა ადამიანს შეხედავთ, აი, უკვე იმაშვები, რა ქვია, ზომავს, აზომით, რომ აი, ვიცი ისა, რა ქვია, ეს ალბათ ამას საშუალება აქვს მატყუებს, ან ეს არ მოიტას, რაღაცა, ხო? უკვე ძუნწი ხარ, უნდა მიხვდე ამით, რა ვიცი. გემშვიდობებით, ავი, ღმერთმა თუ გამოგიგზავნოთ, მაგაზე დიდი წყალობა, ხო? ღმერთს თვითონ აქვს ნათქვამი, რომ იმაზე მე ტვირთს არ დაგადებო და ახლა გამოგიგზავნოს, შეგიძლია იმის დახმარება, ხო? დაეხმარე რა, კაი ადამიანი, ისევ შენ თავს ეხმარები, მაგით როცა სხვას ეხმარები. დიდი მადლობა მამა გიორგი თეოდორაშვილი ყავდა ჩვენ სტუმრად, იქ და სამშაბათს აღამოს 9:30 შევეცდებით, რომ დაგიბრუნდეთ და აუცილებლად დაგიბრუნდებით. მე გახდით გიორგი დარასელია, დროებით კარგად ზანდებოდეთ.